მოგესალმებით მეგობრებო. მოვედი დაღლილი. ვიფიქრე უფრო ცოტა ადრე დავწვევი, დავიძინებ თქო. აი ეს დაგეგმვა, ხო იცით? საერთოდ მართლა გადადებული საქმეა, ხო და ესე იგი ახალი შემოსული ვარ სახლში. დავჯექი, მოკლედ და მესმის ფანჯრიდან ხმაური, რაღაცა ჩხუბის, საქმის გარჩევის, მოკლედ. თან რაღაცა ხმების მიხედვით მივხვდი, რომ რაღაცა უკვე იძაბებოდა სიტუაცია. ის მაქვს ფეხსაცმელებს ვაშრობ, მოკლედ რაფაზე მაქვს დაწყობილი. უცბად გადმოვყარე, გავწიე ფარ და გავაღე ფანჯარა და ხედავ ორი ადამიანი ვიღაცა სიბნელეში, არ ჩანდნენ რა სახეზე. ორი დაესხა თავს ორ, ცოტა უფრო ასე კით დიდ კაცს. და ესეთი ის იყო რა, აი დავინახე, ესე მოქმედებების მიხედვით, რომ წიხლებს უტყავდნენ თუ რაღაცა ესეთი ის იყო რა, არეულდარეულობა. თავისთავად ახლა მეგობრებო, ვინერვიულე, ახლა მე ყველა ადამიანს არა აქვს მნიშვნელობა, მტყუანია, მართალია, კარგია, ცუდია, როცა მსგავსი სიტუაციებია, ყოველთვის განვიცდი და ვნერვიულობ ხოლმე მათ ახლობლებზე, იმიტომ რომ როგორც წესი ახლა ჩვენი შვილები, ძმები, რა ვიცი, სადმე სიტუაციაზე რომ მოხვდნენ მსგავს სიტუაციაში, აი მე უბრალოდ გამიმკვირდა ის, რომ ჩემს მეტი არავინ არ გამოსულა პირველი რა. და იმხელა დაუყვირე. მეთქი ხელი გაუშვით, მეთქი აქეთ-იქით მთელი ამბები და ბოლოს ვატყობ, რომ არა, მაინც აგრძელებენ და რაღაცა. აი ახლა გამოვდივარ, მეთქი მეც არ ვიყო ერთი დიდი დევგმირი და მოკლედ გაიქცნენ ისინი. ამათმა მოასწრეს, არ ვიცი, ეს ჭიშკარი მიხურეს, ჩაიკეტა შიგნიდან და აშკარად ესენი არ იყვნენ ისეთი ეგრეთ წოდებული ტიპები, კონფლიქტური და რაღაცა ესეთი მოძველ ბიჭო და რაღაცა ესეთი. ხო და თან ასაკოვანი აშკარად ეტყობოდათ ასაკოვანი, ხო, პატარა ბიჭები არ იყვნენ, 40 წლამდე არ იყვნენ, მეტის იყვნენ და სადღაც შეიძლება 60-მდე, სადღაც ესე დაახლოებით, ხო და მოკლედ ხო და ისინი კიდე აგრძელებდნენ, ჭიშკარზე ფეხების რტყმას, ბრახონს, აი ძალიან ძლიერად და მოკლედ სხვა გზა არ დამრჩა, მე მეზობლებმაც გამოიხედეს ზემოთ, მე ვიძახი ეს ჩემი ფანჯრიდან რომ ვიყურები რა, აი და იქაურმა ეზოს მეზობლებმაც გამოიხედეს, ზემოდან ჩამოვიდნენ, კიბერვადის ზემოთ იქიდან და რა ვქნა მეთქი, როგორ მოვიქცე თქო და პატრული გამოვიძახო თქო და ხო ავდექი და გამოვიძახე. მე ისედაც ვაპირებდი, ვფიქრობდი, იმიტომ რომ რაღაცა არ ეშვებოდნენ, ახლა რო წასულიყვნენ და რაღაცა, მე ესენი წყნარად გავიდოდნენ, მაგრამ რა იცი, იქნებ ჩასაფრებულებიც იყვნენ. მოკლედ რაღაცა უბედურება რო არ დატრიალებულიყო, გამოვიძახე საპატრულო, მოკლედ პატრული რა. და სანამ მოვიდოდნენ, მოკლედ ეს ორი კაცი ამოვიდა ესე კიბეებზე, უკვე აი პირისპირ ვხედავდი, ფანჯრებთან და მეხვეწებოდნენ, დახმარებას, ახლა ამათმა ხო არ იციან, როგორი ეზოა რაღაცა და სხვა გასასვლელი არ არისო, ეტყობა იფიქრეს, რომელმე გამძვრალიყვნენ იმ სიტუაციიდან, მოშორებულიყვნენ. ჩვენო სტუმრები ვართო და მოკლედ ვიდეო გადავიღე მეგობრებო, მე შემოვარდნენ ესენი, კიდევ კაი მეზობელი კაცი გამოვიდა, იმან თავისებურად ახლა ეჩხუბა, რომ სხვის ეზოში რას აკეთებთო და რაღაცა, მოკლედ იყო ესეთი ამბავი და ამასობაში ესენი წავიდნენ რა, ვინც ჩხუბის თავები ვინც იყვნენ, წავიდნენ, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ პატრული მოვიდო და არ ვიცი, შეიძლება ვინმე მუთხრა კიდევაც, მოკლედ წავიდნენ. ხო და
დარჩნენ ეს ორი საცოდავი ესეც ეგრეთ წოდებული მიჩმორებული სტუმრები. ხო და მოკლედ მოვიდა პატრული, ნუ ახლა მე ვიყავი ინიციატორი დარეკვის და ხო იცით მე შეკითხვები ისა ჩემთვის ფიქრობ არა ესეთი რაღაცა არ მიფიქრე რომ დატეულიყავი შენ ადგილზე და რაღაცა ხო მაინც გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს აი ზუსტად რომ არავინ არაფერს არ ამბობს ხოლმე და ესე მე იმისი არ იყოს თუ გახსოვთ ის ისტორია საავტოფოში რომ მოხდა დაჭრილი ბიჭი და ექიმი ეხლა ეს ცოტა სხვა სიტუაციაა მაგრამ ნუ მიხვდებით რას ვიძახი ექიმს რომ ეუბნებოდნენ რომ ესე დაჭრილია და რაღაცა და სანამ ფული არ ქონდათ რა თან და რო არ გაუკეთა ოპერაცია და მაშინ რო იყო ის ძველ დროში ეს ფული რო უტრიალებდათ თავში და საბოლოოდ რო აღმოჩნდა იმ ექიმის შვილი და საკუთარ შვილს რო არ დაეხმარა არ იცოდა რომ შვილი იყო და ნუ აი ესეთი არ შეიძლება ესე გულგრილად იმიტომ რომ ერთ დღეს შეიძლება შენიანი აღმოჩნდეს იგივე სიტუაციაში ვიღაცა აუშარდეს ან რა შეიძლება თქვენი ახლობელი საერთოდ არ იყოს კონფლიქტური მაგრამ ვიღაცა გადარეული გადაეყაროს გზაზე ყველაფერი ხდება ამიტომ საჭიროა გვერდში დგომა უნდა ვიცოდეთ ანუ აი ესე რაღაცა ყურადღების გამოჩენა. მოკლედ ესეთი ამბები მეგობრებო. ხო მოვედი დაღლილი და ესეთი ამბები და ეხლა არის უკვე პირველი 20 წუთი ხდება ამ საათში არ ვიცი ეს საათი ცოტა წინ არის თუ უკან უკვე აღარ ვაკვირდები კომპიუტერში. ხო 18 წუთია, პირველი 18 წუთია. ყავა მოვიდუღე ეხლა და მოკლედ მინდოდა უფრო სხვანაირი ვიდეო ყოფილიყო, უფრო ესეთი ლაღი, ნუ ცოტა სამსახურზეც მომეყოლა რაღაცა ვთქვათ, აი რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ რაღაცა და მოკლედ ესეთი ამბავი დამხვდა დღეს. მოვედი ესეთი, აი არც მომიხსნია ეს რა ქვია, თმები მეპრესება, მე ამ თმების გასწორება და რაღაცა დამეძა რაღაცა დავტოვე და მოკლედ სათვალიც გავიკეთე და მოვედი ბაბულია. ბაბულია მოვედი. ხო და ესე მეგობრებო, ესეთი ამბები ხდება. ეს იმის ბრალია, რომ ეს უბანი საერთოდ არის ძალიან უპატრონოდ მიგდებული. არ ვიცი მე საერთოდ რა ხდება, რა ის არის რა ხილია ეს რაღაცა ერთი კუთხესთვის ვერ მოუვლიათ. ვფიქრობ, რომ სულ მაქედან მოდის ეს თავი და თავი ამ ყველაფერი გაუგებრობის და ნორმალური ხალხი, ოჯახებით, ვინც ცხოვრობს, აი ესეთი სიტუაციების მომსწრე ხდებიან. რისი გულისთვის, რომ ვიღაცა მჯიბე გაისქელოს. არ ვიცი, ახლა ვიღაცას აქვს, ახლა კერძო მესაკუთრეს გაქირავებული, ჰოსტელი აწერია დიდი სამბით, მაგრამ სინამდვილეში მეგობრებო, ჰოსტელი არ არის. ანუ ჰოსტელი, ანუ თავის დანიშნულებით, როგორც ტურისტები და რაღაცა, ხო? იმას ვამბობთ, რომ ადამიანი რომ შემოდის პირველი, ანუ სადგურის ის არის, ხო? ანუ ტურისტი რომ შემოდის პირველი უნდა შეეჩეხოს აი ეს მემაპატიეთ და ბებერი მეძავეები. ხო და აი ეს არის თბილისის და საქართველოს სახე? არ ვიცი მე სად იყურებიან, საერთოდ რაზე ფიქრობენ, არავის არ ადარდებს ეს. ის რომ ეს ვაგზლის ტერიტორიაზე საერთოდ ტროტუარზე ვერ გაივლი, ეს ცალკე თემაა კიდე და უბრალოდ ადამიანს რომ გინდოდეს, ახლა აი რატო უნდა ჩავიდე წერეთელზე და წერე რატო უნდა დავარტყა, ახლა ჩემებთან როცა მივდივარ, როცა პირდაპირ მაქვს გზა, ხო? მაგრამ აი ამ გზის გავლა მიწევს მთელი ბარიერებით, რასაც ქვია რა. აი ქვესტია, დიდი ქვესტია, შესაძლებელია იქამდე მივახციო ხოლმე. ცალკე იქ მეპატიჟებიან ხომ არაფერს ეძებთ ესეთი იმებით უკვე აი არ ვიცი თვალებში მაზოლები აქვთ მე მგონი იმის ხშირად დავდივართ მე და სოსო იქით და რითი ვერ დაგვიმახსოვრესო წარამარა ყურში არ ჩამძახონ რამე ისა რას ეძებთ და სოსო უკვე ხუმრობს ხოლმე
ბინას ვეძებთ, იმას ვეძებთ, რაღაცებს იძახის ხოლმე. ხო და ნუ ეს ცალკე პრობლემაა ეს საერთოდ ტროტუარზე რომ ვერ გაივლი. თან ეხლა მე ყველაზე რა თქმა უნდა, ავიტყვი ძალიან ბევრი გაჭირვებულია მართლა და რაღაცა უნდა რომ ორი კაპიკი ოჯახში შეიტანოს, მაგრამ ზოგი ისეთი ნაღლია მეგობრებო, რომ აი ესეთი პაწაწ უნდა გასასვლელია და შეგნებულად კიდე უფრო თავიანთი დახლიც არ ქვია მაგას, რაღაცა ყუთები, აი ესე სპეციალურად გამოწეული აქვს, რომ საერთოდ ვერ გაძვრები. ადამიანები კიდე ერთი ესე მიდის, მეორე არქეთ, ხო და ჭყლეტოა რა მოკლედ. ადამიანი თან ხო უნდა გაჩერდეს სავაჭროთ რომ მივა, ხო, რაღაც ადგილი ხო უნდა ის. მოკლედ, ეს არის კატასტროფა, აქ საერთოდ რაც ხდება ამაზე. ხო, ნუ ეხლა არჩევანი არ მქონდა დიდი, იცით ჩემმა ძველმა გამომწერებმა, ჩვენ რომ ის ბინა გავყიდეთ, მე რა ბიუჯეტიც მქონდა, იმითი რაღაცაში უნდა როგორღაც უნდა ჩამოშდარიყავი და რაღაცა უნდა მეპოვნა და აი ესე გამოჩნდა იაფად, რა თქმა უნდა. და შევიძინე ეს ბინა. საერთოდ ჩაუხრებული იყო ეს სახლი, იატაკი გაუბედურებული, კედლები, მოკლედ ყველაფერი ეს მე თვითონ ჩემი იმითი რა ინიციატივით, ჩემი გემოვნებით როგორც ვუთხარი ჩემი ბიუჯეტში როგორც ჩავჯექი, იმის მიხედვით გავარემონტე და ნუ ხედავთ, ბოლომდეც არ არის მიყვანილი. კიდე ცალკე თემაა, რომ შეხვდა არაკეთილსინდისიერი ხელოსანი. ხელოსანიც არ ყოფილა, მე გავარკვიე და გავიგე, ჩემი მეზობლის მეუღლე თანასოფლელი ყოფილა და გაქანებული ნარკომანიო და საიდან მოიყვანეთო, ვისგან მოიყვანეთო, მოკლედ ჩემი ყოფილი, ანუ სადაც ცხოვრობდი, იქ მეზობლის ბავშვის ნათლია ყოფილა და ნუ რაღაცა უთქვამს, რომ ვითომ რაღაცა ეხერხება და ჩემ ძმას ეგონა, რომ მართლა რაღაცა ხელოსანი იყო და მოკლედ ესე მოხდა ჩვენთან. თან იმ ზაფხულს არ იყო დიდი არჩევანი, დიდი კომპანიები ძალიან ძვირს იღებდნენ. ერთმა მითხრა 25,000 ლარიო, 25,000 ლარი სულ არ ღირდა ეს საკაურო. მოკლედ ეს ისე ვიძახი, რა თქმა უნდა, ეხლა 25,000 ლარზე მეტიც ღირდა და ეხლა უფრო მეტიც ღირს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე იყო. ხო და ესე მეგობრებო. ეს დამიძახა. მოკლედ დღეს ისეთი ვიდეო როგორც მე მინდოდა არ გამოვიდა სამწუხაროდ. თანახარს ვაპირებდი გადაღებას, ანუ დაждომილ მდგომარეობაში. ხვალ ისევ დილიდან ღამემდე უნდა ვიყო სამსახურში. მეგობრებო, ეს რა მოხდა? დილას გამეღვიძა, მაღვიძარამდე 15 წუთით ადრე მესმის, ანუ მაღვიძარა მაქვს დაყენებული 8 საათსა და 30 წუთზე. და სადღაც ესე 8 იქნებოდა ალბათ, ან დაწყებული იყო 9. ნუ არ გაჩერებულა სირენები, ესე იგი სახანძრო მანქანების, სასწრაფოების, პატრულის. ხო და რომ გრძელდებოდა დიდი ხანი, მივხვდი რომ რაღაცა სერიოზული ხდებოდა და რომ წამოვხდი გავთიშე მე ეს მაღვიძარები, კომპიუტერში ცალკე მაქვს, მობილურში ცალკე და ეგრევე შევედი, მეთქი სადმე რამე ინფორმაცია გავიგო თქო და როგორც ყოველთვის ხო იცით TikTok-ი თავისი პატარა ვიდეოებით უსწრებს, ანუ საინფორმაციოებსაც და იმას და მოკლედ ესე შევიტყვე ეს ამბავი, ჯერ თავიდან მეგონა რომ მიწისქვეშა გადასასვლელში მეორადები როა ის ხო არ დაიწვა თქო, წარმოვიდგინე შემეშინდა. იმიტომ რომ საშინელება დატრიალდებოდა იქ ადამიანი, იქიდან ვერ ამოვიდოდა საერთოდ ცოცხალი, ძალიან სწრაფად იმას იზამდა და ამოიბუგებოდა რა მოკლედ. ხო და ისე გული დამწყდა ბორჯომის ვაგზლის ის ბაზრობა, სადაც ძველ ვიდეოებში მაქვს, ანუ ნაჩვენები, რომ დავდიოდი მანდ, ვყიდულობდი ბოსტნეულს და ის მოკლედ.
კარგი ბაზრობაა თქო რომ ვაქებდი და აი ზუსტად ეგ ბაზრობა რომ თავდება იქ რაღაცა მეორადები აი მე პირადად რაც ვნახე ახლა TikTok-ზეც ქონდა ვიღაცას გარეკლამებული ეს რაღაცა მეორადები რა ვიცი დიდი ბოდიში მაგრამ აი ნაგავი იყო მართლა ნაგავი რაღაცა ღირებული მეორადები მაინც ყოფილიყო ისეთი რაღაც აი მეშოკები კაბები ეკი და რაღაცა მეშოკები და აი არ ვიცი მეორადიც არ ქვია მეათედი ხო და საერთოდ იქაურობა ეხლა კი კარგად ვიცი საკმაოდ ისე იყო ძალიან აი როგორ ვთქვა ძალიან უბრალოდ და ძველი ისინი იყო და აი ნაგავი და რა ვიცი მოუწესრიგებელი რა მოკლედ ძალიან მოუწესრიგებელი და მე ესეთი ვერსია გამიჩნდა რა ვიცი ხალხს სხვა ვერსიები აქვს და ეხლა ვერც ერთ ვერსიას ვერ გამორიცხავ ადამიანი თუმცა მე ესეთი აზრი გამიჩნდა შეიძლება აი რო აცივდა ვიღაცამ შეიძლება გამათბობელი რაღაცა ჩართო და დავიწყდათ, იმიტომ რომ როგორც ჩვევიათ ხოლმე ვაჭრებს დღის ბოლოს ან ქეიპობენ ან რაღაცა იქით-აქეთ და მოკლედ შეიძლება დავიწყდათ გათიშვა რაღაცის. ნუ მე ეს ვერსია მქონდა, არ ვიცი მეგობრებო. მე ბევრი მოვისმინე რა ვნახე კომენტარებში, სხვა ვერსიები იყო. ერთი იყო ძირითადი, რომელიც ნუ მოკლედ ყველა ვიცით მე მგონი ეს ვერსია და მოკლედ ესეთი ამბები დღეს რა დღეა არ ვიცი რა მოკლედ ცოტა თითქოს გამოიდარასავით რაღაც მე ცოტა კიდე წამოწვიმა კიდევ კაირო ცოტა წვიმდა მაგასაც მივაქციე ყურადღება ის ხანძრის ამბავი რომ ძალიან არ გაღვივდა ქარი რო ყოფილიყო და სიცხე და რაღაცა არ ვიცი უფრო დიდ ტერიტორიაზე გავიდო და ალბათ იმიტომ რომ კარგ აი მართლა ისეთი მასალა რაც კარგად ალდება რა ესეთი ის არის იქ ზუსტად რა აი ძველი რაღაცეები ხის პლასმასი ხე ნუ მოკლედ ეს ნაჭრები ტანსაცმელი და რაღაცა ისეთი რამეები რაც აალებადია იოლად აალებადი და როგორც ვიცი კლინიკამდე არის მისული რა კლინიკამდე მივიდა კარგით მეგობრებო ძალიან დიდი ვიდეოც რო არ გამომივიდეს ახლა ეს ჩემი მობილური უკვე სულ ზღაფავს ჯდებოდა მე კიდე ბოლოში ჩავსვავ ალბათ არ ვიცი მოკლედ მინდა რომ სახეები მაინც დავბლურო იმიტომ რომ არ მაქვს უფლება სახეების ჩვენების საერთოდ ადამიანის ნებართვის გარეშე ბლურს დავადებ და ისე გაჩვენებთ ანუ მოგასმენინებთ უბრალოდ რაც მოხდა დღეს ჩემი ფანჯრებიდან რო დავინახე ამას ხო ცოტა ავღელდი ნუ ვღელავდი თავისთავად ახლა ესეთი რაღაცა არ არის სასიამოვნო და ის მოსასმენი საყურებელი ხო და კარგით ბოლოში ჩაგისვავთ დავბლურავ სახეებს და მოკლედ ნახავთ რა იყო როგორ იყო უკვე შედარებით დამშვიდებული სიტუაცია შედარებით და იქ რაც მე ახლა სანამ კამერას იქ საერთოდ არ ჩანდა აქედან პროჟექტორი უნდა ერთხელ პროჟექტორი როგორ არის ქართულად პროჟექტორი მოკლედ უნდა მიმენათებინა და ისე გადამეღო მე კიდე პროჟექტორები არ მაქვს ხო და აი უკვე ახლოს რო იყო ეს ყველაფერი ესე გადავიღე. კარგით, აბა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ვინც დღისით უყურებთ წარმატებულ დღეს და მოკლედ დროებით აბა გაკოცეთ. ხო, რავი, ანები. ჩადის ამ სართულზე. ხო, დაგიზე მაგაზე. რა გჭირს? არაფერი. აშენებს გულშტოიც ხა? გოგოლის ხუშა 32 აგერ ცხოვრობ. ვეჩი რა. შემოგევლო მე საქავ ცხოვრობ. ხო, ბაზარი არ არის, მაგრამ აქ რა ცხოვრობ? ისოვრე შეგი აბსოლუტურად. ისოვრე რაგი აბსოლუტურად. ეს ამას იცნო? ოსტიავა ჩაგულევა მე. შენ მე მოხედე? ამას იცნო მე ტკიპი. მე გეუნები შენ ისო მე. აუ! ვიშ აგერ 32 გეუნები.
შენ სახე მითხრა, შენ სახე. გელა ქვია გელი, მოდი, შენ ძმაზე დედაჩემს არ შეეხო. ვინ შეეხება ვინ არის აზი არა ვარ, რა გინდა, თავაში რა გინდა. მიმოვნები? ფოტო დეუნეთ ამეზოში, რა გინდა. მომისმენ რატო ხარ? ჩამოდი ზოიას, ჩამოდი ბიჭო, ოჯახს ნუაწოვა შეუძდელ შენ. ოჯახს ესეთქე. დედიკო, დედიკო, მოდი, შენ დედიკო, შენ ბიჭო, ვარ, აი ბიჭო, ოჯახს გელა ნატوارი ცუდად ხახიდე. ახიდე გელა ნატوارი ცუდად. შენადი საფშილებში გილაპარაკე. დედიკო, როგორც ჩემი დედიკო არა გელა ამ გაიზმო, გაგიგე, ჩაგუნავა. როგორც ჩემი დედიკო შეგეუნებ, ჩემო დედიკო. ჩაგუნავა. გამუნდელები ვარ, ხალბატონო. არის ნერვიული. არ გეკები ზო, სულა თაშეთქები რა. ჩემო დედიკო. ჩემი ოჯახში აწუხეს, მოდა ხალხს აწუხეთ თაკა. ო ჩამორთან, სულა იმეჯი. დედა ადიმეთქი, ხო ნერვები არ მომიშნა. არა ვარ მე. გელა. შენ რა გინდა, ვაფშე ვინ ახტენო? ამეზოში რა გინდა, ბიჭო, ვაფშე ვინ ახტენო? რა გინდა? ვით გინდა ის იყო, ამეზოში რა გინდა, მაინტერესებს მე. ჩამოდი დაბრამეთ. სოსეულა უთხარი. შეიძლება გელა. ეგრე არის. რა გელა, ის გელა ჩამოდი მეთქი დაბრამეთ. თან ვიგანი გოქეს, ვიგანი. შერო. იარავის არ ვეხებ, გოშეს თუ მეხებ. ჩამოდი ძვირა, ჩამოდი და ჩამოიდეკენ ნერვები არ მომიშავა. იქა სამუდელი. вообще რა უნდა შევისი გამატონო შეგიძლიათ ეკო დაგეხმარო უკვე მოვლენ ახლა მალე მოვლენ შეგიძლიათ რომ დაგეხმაროთ უმრადავა მესმის თქვენი კი მესმის არა ისა მესმის თქვენი ახლა მოვა პატრული და დააწყნარებს ყველაფერს გავთიშავ